როდესაც გავდიოდით საპასპორტო კონტროლს, სწორედ ამ დროს მას შემდეგ რაც გაატარა ჩვენი ოპერატორი ლევან კალანდია, მე მესაზღვრე მთხოვა რომ გავყოლოდი მას, მე შემიყვანეს დაკითხვის ოთახში, სადაც დაიწყეს საბუთების გაფორმება, მე ვკითხე თუ რა საბუთების გაფორმება ისინი და რა პრობლემას ჰქონდა საქმე, მას მითხრეს რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის გადაწყვეტილებით მე 1 წლის განმავლობაში მაქვს აკრძალული შესვლა უკრაინაში და ყოველნაირი საქმიანობის წარმოება, მათ შორის ჟურნალისტური საქმიანობის, პლატფორმის ეს ასევე დოკუმენტი, რომელშიც წერია რომ მე უკრაინაში მუშაობის პერიოდში, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის პერიოდში დავარღვე უკრაინის სამამულო და შესაბამისად უკრაინის უშიშროების სამსახურმა შემიყვანა საეჭვო ფიქსაციაში. და მხოლოდ 1 წლის შემდეგ შემეძლება მე დაბრუნება, მე მესაზღვრებას განვიხილეს რომ ეს არ არის მათი გადაწყვეტილება, რომ გადაწყვეტილებას იღებენ ზემოთ და იმ შემთხვევაში თუ ჩაერევა თვითონ საქართველოს სახელმწიფო ამ შემთხვევაში არის ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელი.